მოგესალმებით ხელოსანი მამაშვილი. 6 დღეა ჩვენ ვიდეო არ დავიდია ჩვენ სოციალურ ქსელში. 2 დღე დავისვენეთ ცოტა. 4 დღე ვიმუშავეთ და ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ 4 დღის განმავლობაში თუ მე და მამა ჩემმა რა სამუშაოები შევასრულეთ და რემონტის რა ეტაპზე ვართ. წავედით. ესეთი სიტუაცია არის. ეს ობიექტზე დავასხით ბეტონის ფილა, ასევე ჩავაყოლეთ ეს რუა კვადრატები. საკერპო სივრცე უნდა მოეწყოს აქ. ესეც რა თქმა უნდა. ესეთი ზუსტით არის შესრულებული. ესეც მისმენარიას ესეთი ზუსტით არის დასხმული. ესეთი ბეტონის ფილა. საკმაოდ სკლედა დასხმული და საკმაოდ ბევრი მასალა წავიდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ჩვენ ამ 4 დღის განმავლობაში ასევე გავლესეთ სველი წერტილი. როგორც ხედავთ, დენის კაბელები უკვე ჩაყრილი არის. არ არის ჩაყრილი მილები და მილები უკვე გალესვის შემდეგ ამოიჭრება და სადაც როგორ მოუწეს, ყველაფერი დაიქსელება და მე თავიდან ამოილესება. რაც შეეხება ბოლომდე არ გალესვას, იმიტომ არ არის გალესილი, რომ ნალესის თავზე უნდა გაიაროს უკვე სველი წერტილის ჭერმა და ქვევითი ეტაკზე, იმიტომ არ ასტიაშკა დასხმული, რომ აქაც კანალიზაციის მილი უნდა გამოვიდეს და დაიქსელოს და არა მარტო კანალიზაციის მილი, ასევე წყლის მილებიც მილებაც უნდა გაიაროს ქვევითი. თქვენ გაჩვენებთ, როგორი სიზუსტით არის შესრულებული ჩვენი გალესილი. ნებისმიერ ადგილას სადაც უნდა დავადოთ არაზე. ეგეთი ისტორიით არის გალესილი ეს კედლები. რაც თქვით, მეგობრებო, როგორი შედეგი არის, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ასევე თხოვნა მაქვს დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უდიდეს სტიმულს გვაქვს ეს ყველაფერი. უღმესი მადლობა ყველას, ვინც თვალს გვადევნებთ და აქტიურობთ. წარმატებები ყველას თქვენ საქმეში. დროებით.